გამარჯობა. იმ დღეს წავიკითხე, ერთი წერდა, რომ ვერ ვიჯერებო რა, ანუ კი არის ეს ფაილები გამოვიდა, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ნამდვილიაო. ანუ რაღაც ვერ არის კარგათო, იმიტომ რომ როგორ შეიძლებაო, რომ მე ვხვდებოდიო, შენ ხვდებოდეო და ამხელა ელიტები, ინტელექტუალური ელიტები და მილიონერები და მილიარდერები და მეცნიერები ვერ ხვდებოდნენ რომ ესეთი მანკომპრომეტირებული მასალით რომ სადღაცა ფეხი წამოედებოდეს, ანუ როგორ შეიძლება ამას ვერ ხვდებოდნენო. ამიტომ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ფაილები ნამდვილიაო. აქ მინდა პატარა educated guess-ი შემოვაგდო ესე, რომ ჩემი აზრით ეს ადამიანი ახლოს არ იცნობს ინტელექტუალურ ელიტებსა და ფინანსურ ელიტებს. გულთან არ ულაპარაკე სავარაუდოდ მათთან. რადგან სხვა შემთხვევაში ეცოდინებოდა თუ რამდენად დებილია ნებისმიერი ადამიანი, რა უკიდეგანო 900-ით დებილია ადამიანი, რომელიც იგოთია დაბრმავებული. არ აქვს მნიშვნელობა რამხელა ის გაქვს, რა ქვია, ინტელექტუალურ capacity და რამხელა working memory, რამდენი რამის დამახსოვრება შეგიძლია და მათემატიკაში ნიჭიერი ხარ თუ რომელიმე საგანი კარგად იცი, ფიზიკა, ქიმია, რავი, რომელიც გინდა რა მნიშვნელობა აქვს, რომელიმე კარგად იცი, არ აქვს მნიშვნელობა. რადგან ამ შემთხვევაში, რადგან ინტელექტი ეგოსგან დაბრმავებას ექვემდებარება. ანუ მართლა არ აქვს მნიშვნელობა. ძალაუფლებამ ეგო თუ აგიტყორცნაც ამდე, всё, რაღაცები გეკეტება. ესე რო არ იყოს, მაშინ არ გვექნებოდა ისტორიულად დამტკიცებული უამრავი მაგალითი, თუ როგორ დაბრმავდა რავი იმპერიის ლიდერი, მეფე, როგორ დაბრმავდნენ რაღაც უაზრო, აი ძალიან პატარა ერთი შეხედვით დებილობებით და ამან როგორ მოუღო მათ ბოლო. Kind of like we do that a lot. ბარემ ინგლისურად ჩამეწერა ისე ეს ვიდეო. ასევე ეს ადამიანი, რომელმაც დაწერა რომ ამჯერაო ეს ფაილები ნამდვილია თუ არ არისო, შეიძლება იმასაც არ უფიქრდებოდეს, რომ ამ ელიტებმა ძალიან კარგად ზეპირად 100%-იანად იციან, რომ ეს მასალა შეიძლება იქნას მათ წინააღმდეგ გამოყენებული, მაგრამ იმედი აქვთ, რომ არ იქნება და უღირთ, ანუ ის რისკი უღირთ, იმიტომ რომ რავი, ძალაუფლებას იღებენ სოფლიოს ტოპში ადიან სხვადასხვა რაღაცებით, ანუ ფულს იღებენ, ცნობადობას, წარმატებას, პრივილეგიებს მოკლედ იღებენ და მაგ რისკად უღირთ. ეგ კი არა, სულს ყიდიან და ეგ უღირთ. ანუ გონიათ რომ უღირთ, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ეგ უღირდეს ვინმეს, მაგრამ ესე ხო გონიათ, მათ ჯერათ ეს და მიდიან რა მაგ მსხვერპლზე. Literally სხვერპლშეწირვებს აკეთებენ, ანუ ბავშვებს წირავენ, ან ჩოვლებრივად ბავშვებს წირავენ. ეს მესმის, რომ ძალიან მარტივია ის ვიფიქროთ, რომ 2026 წელი ახლა რაღა დროს ბავშვების სხვერპლშეწირვა, რაღა დროს სულიერი სამყარო არ და ისინია დებონებზე ბავშვების შეწირვები. ადამიანი არ იცვლება. იმდენად არ გვინდა, რომ ესეთი რაღაცები მართალი იყოს, რომ ყველანაირ გამოსავალს პოულობთ, რომ ანუ ჩვენი ტვინი ყველანაირ გიმნასტიკას გააკეთებს, რომ არ იყოს ეს მართალი. ყველაფერს მოვიფიქრებთ რა და ეს ვიცი, იმიტომ რომ მე თვითონ ვაკეთებდი მსგავს გიმნასტიკებს, ოღონდ ამ თემაზე იმდენად არა, როგორც ღმერთის არსებობაზე ვაკეთებდი რა. ანუ ოღონდ ღმერთი არ ყოფილიყო ნამდვილი. ოღონდ ცოდვა არსებულიყო რა, ანუ უფრო ღმერთი არ ყოფილიყო კი არა, ოღონდ ცოდვა არ არსებულიყო, ყველანაირ გიმნასტიკას ვაკეთებდი და ჩვენ ყველაფერს ვაჯერებდი თავს. და ანუ ვიცი ეს როგორც მოქმედებს, ეს მექანიზმი როგორ მოქმედებს, რომ თავს რაღაცები დავაჯეროთ, რაც ძალიან ანუ საპირისპირო რო არ გვინდა რომ არსებობდეს, ყველაფერს ვაკეთებთ მოკლედ რომ თავს დავაჯეროთ და ეგრე ვარ თამაშიც, ჩემი აზრით, რომ ანუ იმდენად მძიმე თემა არის, რომ არ გვინდა რომ დავაჯეროთ და ყველანაირ გამოსავალს პოულობთ, რომ არა ხო ეს ტყუილი იქნება და ეს რაღაცას არ აკეთებენ. ეგ რა არის? ისიც წავიკითხე, ერთი სადღაც კომენტარში წერდა, რომ მაგალითებსო კი არ მართლა კი არ ჯერათო იმის სატანისო და იმას კი არ ცემენო თაყვანსო და იმას კი არ წირავენო იმებსო რომ ძალაუფლება მიიღონო. არაო, ეგ უბრალოდ იმდენად გარყვნილი ხალხი არისო, რომ იმის იქით მიდიან და ანუ სხვა არაფერი აღარ ახალისებთ და ესე ბოროტულად ესე ერთობიანო რა და
ჩემი აზრით ეს ადამიანიც სადღაც ვერ შეიძლება გიმნასტიკას აკეთებს რა, რომ არ დაიჯეროს, რომ ხო, ეგეთი ჭკვიანი ადამიანები შენ თვალში და ბევრის თვალში მაგარი ჭკვიანი ადამიანები ძალიან 100%-იანი დაჯერებით ცემენ თაყვანს სატანას და წირავენ მსხვერპლს, რომ მიიღონ ძალაუფლება და ცოდნები და ფული და ასე შემდეგ. Yes, they are doing it. და მაგ ადამიანისთვის აი კონკრეტულად რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ესენი მართლა სატანისტები არიან თუ უბრალოდ ძალიან deprived და გარყვნილი, გაგიჟებული ხალხი, რომელსაც ძალაუფლებისგან და ყველაფრის მიღებისგან იმდენად გადაკეტილი აქვთ, რომ აღარ იციან რითი გაერთონ და ეგეთი რაღაცებით, ვითომ სხვებს შეწირვებით ერთობიან. და ამ დასკვნამდე რატო უნდა მიხვდები? ხო მარტო იმიტომ, რომ ოღონდ ღმერთი არ არსებობდეს. ეგ გიმნასტიკა არის, მანდ რომ ოღონდ ღმერთი არ არსებობდეს, ყველაფერს მოვიფიქრებ რა. მოვიფიქრებ იმას, რომ ესეთი სერიოზული ხალხი, სერიოზული ხალხი, ესეთი ჭკვიანი ხალხი და ესეთი მდიდარი ხალხი დგას და საზღვრებებს აკეთებს იმისთვის, რომ უბრალოდ ასე სიამოვნებთ. იმაზე არ უნდა დაფიქრდე, რომ თუ ეს არის უბრალოდ სიამოვნებისთვის, მათი რაღაცა twist-ით გადახრილი სიამოვნებისთვის და ბოროტული გართობისთვის, მაშინ რატო აქვს მაინდა-მაინც რიტუალების ფორმა? რატო არის ორგანიზებული და რატო აქვს რიტუალების ფორმა მაშინ? anyways, რასიზმ. ზოგი ადამიანი, პირდაპირ შეეჩეხოს ეგეთ სიტუაციას, წამლების მას დაიწყებს, მოჩვენებები მაქვს და მთელი ცხოვრება წამლებზე იჯდება, ოღონდ ეგ არ დაიჯეროს და ხო, twins რამენაირად ასხლეტინოს სიმართლე. Yes, that will be the case sometimes. ასევე ბევრი ადამიანი, რომელსაც გონია, რომ Epstein-ის კუნძულია ერთადერთი ბნელეთი, ამერიკა ერთადერთი ბნელეთი და ჰოლივუდი და ეგენი არიან, ვინც არიან თორე ისე ბრწყინავს დედამიწა და დანარჩენ ადამიანებს ფრთები ამოსდით ყველა ქვეყანაში. ამას პირდაპირ ესე არავინ არ ამბობს, მაგრამ ბევრ იმას შევხვდი რა, მსგავს posts თუ ვიდეოს თუ რაღაცას, რომელიც ირიბად მაინც იმაზე მიუთითებს, რომ თითქოს ამერიკა არის ამ რაღაცა იმის სიბოროტის ბუდე და ჰოლივუდი და დანარჩენი დედამიწა არის ბრწყინავს, ფრთებიანები ვართ დანარჩენები ყველა ქვეყანაში. ნეტა ეგრე იყოს მართლა. ნეტა მართლა ეგრე იყოს, რომ მარტო ერთ ქვეყანაში იყოს ეგეთი სიბოროტე და всё იმ ქვეყანას ავერიდებოდით და მორჩა. No. Unfortunately not. ძალიან ბევრი ათასობით ვიდეო არსებობს. YouTube-ზე და სხვა პლატფორმებზე, მე YouTube-დან ვიცი, სადაც ადამიანები ყვებიან სულის გაყიდვაზე. ვისაც მიაკითხეს და ეს უბრალოდ გიჟი გონიათ. Trust me, I know. ადამიანები ყვებიან როგორ ჭამენ ვიღაცები ბავშვებს. Crazy. ეგრევე იმას აბდებენ რა, იარლიხს, რომ ეს გიჟია. არსებობენ ასევე სატანისტური, პედოფილური წრისგან გამოქცეული და გადარჩენილი ხალხი, რომელზეც ერთ ქალზე მე მოგიყევით ადრე და ანეკე ლუკასი არის ესეთი ერთი ქალი, რომელიც ბელგიურ ეგეთ წრეს გადაურჩა და ყვება წიგნიც აქვს დაწერილი და უამრავ პოდკასტში და იმაშია გადაცემაშია ნამყოფი, სადაც ყვება ამ თავის რიტუალურ აბიუზზე და ბავშვობიდან თავისმა ოჯახმა გაყიდა ვიღაცებზე, გაყიდა რა, აქირავებდა უпростоრად ვიღაცებზე ოჯახი. ეს ქალი ყვება ძალიან ჩვეულებრივად, რომ იქ ბელგიაში და ხან სხვა ქვეყნებშიც გადაყავდა, საფრანგეთშიც გადაყავდათ ეს ბავშვები, დაატარებდნენ აქეთ-იქით, ხანსად იყო შეხვედრის ადგილი, ხანსად ამ ბავშვმა არ იცოდნენ არასდროს და იყვნენო, ამ ქალს უნახავს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები, სხვადასხვა ქვეყნის ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსები
და უბრალოდ მაფიოზები ან მდიდარი ადამიანები ვიღაცები, რომელიც ასევე რიტუალურად ატარებდა ამ რაღაცებს და ეს ხალხი ყობა რომ ბევრ გადაცემაში ამას არც კი ვახსენებო რომ ანუ ეს სატანისტური ის რო იყო რიტუალებიო ხშირადო მაგას არ ვახსენებო, იმიტომ რომ უბრალოდ გიჟი გონი ხარ ხალხსო და მირჩევნია რომ უბრალოდ ტრაფიკზე ვილაპარაკო და პედოფილურ წრეებზეო. როცა ჩემ გამოცდილებას ყვები, იმიტომ რომ აზრი არ აქვს რა, იმდენად არ ჯერაო ხალხსო, რომ აზრი არ აქვს. რამდენიმე დღეა ვაკვირდები და სხვათა შორის უკვე დაიწყეს ვიღაცების დაჭერები, ვიღაცების სამსახურებს ტოვებენ, UK-ის მერმა ამერიკაში დატოვა სამსახური თუ რაღაც ეგეთი და პარტიაც დატოვა, იმიტომ რომ ფაილებში იყო და ისე იყო ცუდად. ზუსტად არ მახსოვს როგორ, მაგრამ ცუდად იყო. სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თუ ვიღაცა გადადგა, იმიტომ რომ ეპსტეინთან მესიჯები ქონდა ვიღაცა გოგოებზე, რომ ანუ ვიღაცა გოგოებს ავიყვანო თუ რაღაცა აღარ მახსოვს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ანუ უკვე დაიწყო რაღაცა აგორება იმისა, რომ ვიღაცა ამას რაღაცა შედეგები მოყვება და ვიღაცებს დაიჭერენ. ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არავინ არც გაუსამართლებიათ და არც საქმე არ აღუძრიათ. არავინ actually მნიშვნელოვანზე და ისიც არის ნათქვამი, რომ მართლა ვინც სერიოზულად ის არისო, რა ქვია, წყალშესადგომი, ეგეთებს საერთოდ არც იტყვიანო, თუმცა ვინ იცის. ხო და ვნახავთ ეს სადამდე მივა და ეს აგორებული გუნდა დაჭერების ან პასუხისგებისა სადამდე მივა. ერთმა ყოფილმა FBI-ის აგენტმა თქვა, რომ ანუ თუ არ მოყვა ამას პასუხისგებაო, ესე იგი ეს არის უბრალოდ სპექტაკლი. და არ შემიძლია არ დავეთანხმო. თუ სერიოზული პასუხისგება ამას არ მოყვა და რაღაც გამოძიებები, რამდენიმე იმან ქვეყანამ უკვე დაიწყო, მაგრამ again თუ სერიოზული გამოძიებები არ მოყვა ამას და პასუხისგება, მაშინ უბრალოდ სპექტაკლია და ძალიან საშიში საზოგადოებისთვის და საშიში არის იმიტომ, რომ დისენსიტიზაციას იწვევს ადამიანის ამ ესეთ საშინელებებზე რა, ანუ რაღაცა ნორმალიზებას ახდენს თითქოს ერთგვარად ჩვენი ტვინისთვის. და ჩემი აზრით უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რაში შეიძლება გამოგვადგეს ეს ცოდნა საერთოდ. იმიტომ რომ მე არ მჯერა იმის, რომ ეს მარტო ამერიკაში ხდება. არ მჯერა იმის, რომ მარტო ეპსტეინის კუნძულზე ხდებოდა. მჯერა იმის, რომ სამწუხაროდ ყველგან ხდება და ეგეც სამყაროში ვცხოვრობ ზოგადად. ოდითგან შვებოდა ხალხი ამას. საშიშროებაა ჩვენთვის ზოგადად ადამიანებისთვის ესეთი ინფორმაციები, იმიტომ რომ ერთი რომ დისენსიტიზაციას იწვევს და არ არის ჩვენი გონებისთვის ეს კარგი ესეთი ინფორმაციებით რომ ვიკვებოთ ზოგადად, რადგან საფრთხე არის, რომ ტოლერანტები გავხდეთ რაღაცა სხვა საზიზღრობის, რომელიც ეხა არ ჩანს. ისევე როგორც მაგალითად 40-იანი წლების თუ ცოტა ადრე საფრანგეთში დაიწყეს პედოფილიაზე ლაპარაკი, როგორც ანუ თემა განიხილებოდა რა ინტელექტუალებში, რომ დაეშვათ თუ არა სიყვარულით პედოფილია. და ამაზე ინტელექტუალურ წრეებში ლაპარაკი მე საზოგადოებამ რა თქმა უნდა დაგმო და დაიხიეს უკან, მაგრამ ამას რაც მოყვა იყო ის, რომ ნელა დაიწყო უკვე არატრადიციული ორიენტაციის ნორმალიზება. უბრალოდ ოვერტონის ფანჯარა არ იყოს თქო რა, ანუ რაღაც მხრივ მაგაში არ იყოს გამოყენებული და თითქმის ყოველთვის არის ხოლმე რაღაცაში გამოყენებული მსგავსი რაღაცები. Anyways, მეორე რა თქმა უნდა ჩვენს საშია, იმიტომ რომ ამპარტავნები ვართ და არ დაგვემართოს უარესი ამპარტავნება იმის ფონზე, რომ ახლა ეს ნახე ხალხი რა ცუდი არის და მე რა მიჭირს კაცო. მესამე, გასართობად ვაქციოთ და I'm guilty, ანუ ყველა ვართ მე მგონი ამაში დავნაშავე, რომ ანუ ვერთობით ესეთი რაღაცებით ადამიანი ძალიან სანახაობის მოყარე არის და ეს კარგიდან არ მოდის და ჩვენთვის ასევე ცუდი არის. და მეოთხე, შიშის ვინ ვიღაცებს, ვისაც შეიძლება შეეშინდეთ, ან უიმედოთ იგრძნონ თავი, არ გაშეშდნენ და ანუ ხო იცი ვეღარაფერს რო ვერაკეთებ რა, შიშისგან ან უიმედობისგან, ეგ მაგაში არ ჩავარდეს ხალხი. ყველაზე კარგი ამ რაღაციდან რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ადამიანები მიხვდნენ, რომ ხო, ანუ ეს ინტელექტუალი ელიტები რომ სემენ თაყვანს სატანას და წირავენ ბავშვებს, რომ ძალაუფლება მიიღონ, რატო ესე იგი ჯერათ, ხო? მაგისი რომ ჯერათ.
ესე იგი ღმერთის არსებობს, ხო? უბრალოდ, შეიძლება მან კითხვა დასვა, რომ თუ მაგის ჯერად. ესე იგი ხო იციან, რომ ღმერთიც არსებობს და რატო ღმერთთან არ არიან? ღმერთთან არ არიან, იმიტომ რომ ღმერთთან რო იყო, მატერიალური სამყარო არ უნდა გააღმერთო მაშინ და იმათ უკვე გაღმერთებული აქვთ. Epstein-ის ფაილებზე უფრო უცნაური რაღაცები არის, რასაც ჩვენი ტვინი უფრო წარმატებით ისხლიტავს. უფრო უცნაური რაღაც ჩემი აზრით არის, რომ დროებით სამყაროში ვცხოვრობთ, რასაც ყოველ დღე ყველა ვივიწყებთ. შოკში ვარდები სულ ამაზე რომ მეფიქრება, რომ რანაირი დელუზიური გონება გვაქვს, როგორ შეგვიძლია ადამიანებს, ჩვეულებრივად ვიცხოვროთ და ყოველ დღე ყვირილით არ დავდიოდით, რომ ვაიმე, ცოცხალი ვარ, რა ხდება, სად ვარ? ყოველ დღე შოქში რო არ იყო რომ ცოცხალი ხარ და რა ხდება, სად ვარ? ეს ხო დროებით სამყაროა, თან არ ვიცით ვისი ბოლო დღე როდის არის. და ეგეთ სამყაროში ვართ. ამაზე მართლა რომ გეფიქრებოდეს, სულ გაჩუნდებოდა დანარჩენი, ყველანაირი ინფორმაცია, იმიტომ რომ დაიწყებდი რომ რა ხდება? სად ვარ? What is this? How crazy is? რო შეგვიძლია რომ chill ვიყოთ. ასე უბრალოდ რა ჩვეულებრივად ვიყოთ რა ერთმანეთს რაღაც სისულელებზე ვეკამათოთ და თავარზე არ ვიფიქროთ რაც არის ის რომ დროებით სამყაროში ვცხოვრობთ რას ვაკეთებთ I don't know ამაზე ვიფიქრება ყოველ დღე ძალიან უცნაურია ხო და არის ადამიანის კატეგორია რომელიც რავი მთელი ცხოვრება არ ფიქრობს მაგაზე და ბოლოს სიკვდილის პირას შეიძლება დაფიქრდეს რომ მოკვდავია მანამდე just living That's crazy to me. მართლა. Anyways. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ნახვამდის.